გამარჯობათ, მოგესალმებით. წლების უკან გახსოვთ ალბათ, რომ ვიდეო რგოლებს ვწერდი, თუ როგორ უნდა განვითარებულიყო ჩვენი ქვეყანა, ჩემეული ხედვა მქონდა და დღესაც გამაჩნია ეს ხედვა. დღეს კიდევ უფრო გამძაფრდა ჩვენთან მდგომარეობა, საშინელი გახდა, ყოველდღიურად იძაბება განსაკუთრებით, რაც არაბულმა კომპანიამ გადაწყვიტა ჩვენთან ასე ვთქვათ არაბული ქალაქის აშენება. ეხლა მინდა ორი სიტყვით განვავრცო ეს საკითხი. წინა იმებშიდაც თუ გახსოვთ მქონდა ამის შესახებ საუბარი, თუ როგორ მოხდებოდა საქართველოს ასე ვთქვათ ჩუმი დაპყრობა უცხო ტომელთა მეშვეობით. ეხლა ამბობენ ინვესტიციები. ინვესტიციები ერთ-ერთი საშუალება არის, ეს ტექნიკა არის ესეთი, ადრე თუ ხმლით და ცეცხლით მოდიოდა ადამიანი, ეხლა აღარ მოდის ცეცხლით და იმით უფრო კარგი ტექნოლოგია არსებობს, აგერ დოლარებში ჩამოიტანს, დაარქმევენ ინვესტიციას, იყიდიან შენს მიწა წყალს და ჩვეულებრივად უკვე კანონიერი გზით, როცა ამის უფლებას მისცემს შენი მოღალატე ხელისუფლება, იმიტომ რომ ქართული მიწა და საერთოდ არც ერთ ქვეყანაში არავის მიწა არ უნდა გაიყიდოს. ეს იგივეა, შენ ოჯახში ჩაასახლონ ადამიანი, ჩაგისახლდეს ადამიანი და სამი ოთახი თუ გაქვს, ერთი ოთახი ჩამოგაჭრას და მიითვისოს. იგივე მდგომარეობა, ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს ყველა ქართველმა, მამულიშვილმა, მეოჯახი ადამიანმა, ჩვეულებრივ რიგითმა ადამიანმა, რომ ეს ჩვენი სამშობლო, ჩვენი მიწა-წყალი, ეს არის ჩვენი ოჯახი. თითოეული ჩვენგანზე მოდის ეს დარტყმა. ეს არ არის საკუთარი პერანგი აიღო და გააჩუქო. ეს ჩვენი საერთო საარსებო არის. ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა მე წლების უკანაც წერდი ამას და მსჯელობდი და ვამბობდი და ვიდეო რგოლებშიდაც არის, რომ ჩვენ გვჭირდება ეს არის ქარხნები და ფაბრიკები. რა წყეულმა შევარდნაძემ და მისმა მომხრეებმა და მისმა საზმომ თუ სამეგობრომ, ეშმაკის საზმომ სამეგობრომ აიღეს და ის რაც ჩვენ გაგვაჩნდა ეს ქონება, ანუ საარსებო საშუალება, ასე რომ ვთქვათ, ლუკმა პური ჩვენი არსობისა, ეს იყო ქარხანა და ფაბრიკა, სადაც მუშაობდა ჩვენი მოქალაქეები. ეხლა რომ საშინელ მდგომარეობაში ვარ და ჩვენი ქალბატონები წასულია უცხოეთში, რა უნდა უცხოეთში მას სამუშაოდ სხვის ოჯახში, იმის ღამის ქოდნებისა და რა ქვია, იმების მომლელებად რო არიან მოხუცების და არა მარტო მოხუცების. ესე წლების მანძილზე ეს უნდა იცხოვროს ადამიანმა, ეგ ყველა დაუშვებელია. წავიდნენ და თავიანთი ცოლები, დეიდაშვილები, მამიდაშვილები, ვისაც შევარდნაძე უყვარდა და ვისაც დღევანდელი ხელისუფლება, წინა ხელისუფლება უყვარს, იმათი ოჯახის წევრები წავიდნენ და იმუშაონ ასე. თუ კარგი არის ეს და თუ ნორმალურია. რა თქმა უნდა, ეს არანორმალური არც ერთ სახელმწიფოში არ არის ეს ნორმალური. ყველა სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს თავის საარსებო არეალი, თავის სამუშაო ადგილები. ყველა უნდა იყოს მწარმოებელი. ჩვენ ისედაც შეგვეძლო ეს გავუკეთებია, შევქონიდით ასე ვთქვათ ნანოტექნოლოგიებზე გადავიყვანდით იმ ქარხნებსა და ფაბრიკებს, რომელიც გაგვაჩნდა და ვიქნებოთ ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფო. თვითქმარი შეგიძლია თუ სხვაგან არ გაიტან, თვითქმარი შეგიძლია რო იყოს. ეხლა გავაგრძელოთ თემა. რა საშიშროება არის ეს არაბული, მარტო არაბული არ იქნება. არაბებთან ერთად მერე თურქები მოიდომებენ, ირანელები მოიდომებენ, ინდოელები მოიდომებენ, სპარსელები მოიდომებენ და მთელი ის წარსულში ვინც ლამობდა საქართველოს მითვისებას, აღარ ბატონო, აძლევენ დღესდღეობით საშუალებას, რომ
მოვიდნენ, დასახლდნენ და ზოგმა სოფელი ააშენოს, ზოგმა ქალაქი ააშენოს, ჩამოიყვანოს მისი მოქალაქეები და იცხოვრონ აქ. მეორე საშიშროება კიდევ. ისინი არიან სხვა კულტურის ადამიანები. ანუ ისლამის მიმდევრები. მე საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს სარწმუნოებასთან, მაგრამ ის სხვა კულტურაა, ჩვენ სხვა კულტურის ხალხი ვართ. ისინი მოითხოვენ აუცილებლად თავიანთი სარწმუნოების, ტაძრების მშენებლობას. და შეცვლიან საერთოდ დემოგრაფიულ მდგომარეობასაც. რაც შეეხება კიდევ დემოგრაფიას, დემოგრაფიის ჩვენთან განვითარება, ესე იგი შობადობა პირდაპირ პროპორციაში მოდის, რომ ჩვენ გქონდეს ქარხანა და ფაბრიკა. ეს იქიდან არის გამომდინარე, რომ საარსებო უნდა გქონდეს იმ ადამიანს, რომ გააჩენს ბავშვს, ხომ უნდა იმას გამოგვება. მარტო ის არ არის ახლა ეს აღმერთს ზეცაში უყურო და ღმერთი მოგცემს იმასო. ღმერთმა მოგცა შენ სხეული, გონება, ტვინი, ხელი, ფეხი, თვალები, მოგიყვანა დედამიწაზე და უნდა იმოქმედო შენ თავად. უნდა იმუშაო, იმოძრაო და გექნება შენი საარსებო. ასე უნდა განვითარდეს. და ესე ვითარდებოდა ადრე და მომავალშიდაც ესე განვითარდება. სხვა გზა არ არსებობს. ეხლა დაუბრუნდეთ ისევ ამ არაბულ საკითხს. არაფრით არ შეიძლება ამ არაბულის ქალაქების აშენება. არაბულ ქალაქებს მოყვება შემდეგ სოფლები, აგარაკები, დასასვენებელი და გამოდის რა 450 მილიონამდეა თუ არ ვწდები არაბული სამყარო. მთელი აფრიკის ჩრდილოეთი ამ ხალხს უგავია. და შენ აგერ აი ნახეს აგერ ძვირფასი ის მიწაწყალი ფაქტიურად ტორტის ნაწერივით არის და რატო არ იყის ერთ შეუძლია მთელი ზიყიდოს რა ქვია საქართველო ერთს თუ არა ორს ხომ შეუძლია და ჩამოასახლოს თავის ხალხს რა ის კაცი იტყვის კაცო შენმა ხელისუფლება მაგერ შენმა უმთავრობა მომცა ამის უფლება კანონიერად დაიმტკიცებს ამიტომ მთელი ერი უნდა დავირაზმოთ არ გამოვა მარტო 1-500 კაცი გამოვიდეს 1000 დინაც 30000 მინიმუმ 9 მილიონი 1 მილიონი სულ ყველა უნდა გამოვიდეთ აქ მცხოვრები ყველა ერის წარმომადგენელი აუზი ვისაც ჩვენ გვიყვართ ჩვენი საქართველო ყველა უნდა დავირაზმოთ იმის წინააღმდეგ რომ ერთხელ და სამუდამოდ აიგრძალოს ქართული მიწა წყლის გასხვისება გაყიდვა საერთოდ უნდა იგრძალოს აქაურ მაცხოვრებელსაც უნდა ქონდეს სახელმწიფო საკუთრებად უნდა გამოცხადეს ეს უნდა გამოცხადეს როგორც დედაღვთისმშობლის მიწა-წყალი ხაზს უსვამ დედაღვთისმშობლის მიწა-წყალი რომელსაც რომის გაყიდვაც არასოდეს არც ერთ საუკუნეში არ იქნება რეკომენდირებული კი არა დანაშაულად შეითვლება აი ეს დადგენილება უნდა მიიღოს მთლიანად ერმა და ბერმა აი ამას უნდა მოეწეროს ხელი ეს დოკუმენტი უნდა შედგეს არა მარტო ეხლა მთლიანად საუკუნეების მანძილზე აკრძალული უნდა გახდეს რომ არაფრით არ შეიძლებოდეს ქართული მიწა-წყლის გაყიდვა კი ბატონო იცხოვრე აქ ვინც ესე იგი 300-400 წელი გვარები ცხოვრობს მათ ეკნებათ და აქვთ კიდევაც სოფლები და ადგილმა ეს ეზოები მამული და მე თავიანთ შვილებს გადაეცემა და ისე ახლა ჩამოვიდეს ინდუელი იქნება არაბი იქნება თურქი იქნება თუ ნებისმიერი სხვა და იმას შეიცინოს ეგ არაფრით არ შეიძლება ეგ არის დანაშაული ერის წინაშე ბერის წინაშე და ღმერთის წინაშე ამისათვის ყველას მოეკითხება პასუხი რომ წახვალ ამ ქვეყნიდან პირველი აი ცოდვას რასაც ჩაგიწერენ ეს იქნება რომ შენი ტერიტორია შენი მიწა-წყალი გაყიდე რომელიც ეკუთვნოდა ღმერთმა მოგცა ეს მიწა-წყალი შენ ადეგი და გაყიდე გაცვალე ეშმაკის ფულში რომ ბედნიერი ყოფილიყავი რაღაც მომენტში და მე მთელ ერს ანადგურებ ეს ფაქტიურად გენოციდია ჩამოვა ეს ხალხი და გამრავლდება ჩვენ როგორ გამრავლდებით რა უნდა ვიყოთ ჩვენი ხალები უნდა მივიდნენ ახლა მაგათიმებში სახლებში ბინებში და იმუშაონ მათ მოსამსახურებად მოჯამაგირებად მონებად ეგ არის ეს გათვალისწინებული აბა რა არის არ გთავაზობს ის ინვესტორი ვინც იმას თანხადებს რომ ქარხანაზე და ფაბრიკას აგიშენებო
არ ჭირდება იმას აქ თავის იმაში სამშობლოში ქარხანას და ფაბრიკას. აქ იქნება ფაქტიურად მათი დასასვენებელი ადგილი. რა უნდა თვითონავით 1 საათში, საათნახევარში თუ 2 საათში ჩაბრინდება და ჩამოფრინდება, აქ მშვენივრად იქნება მოწყობილი. კარგ ბინებსაც, იმიტომაც ამბობენ, რომ 100,000 ეღირებაო 1 კვადრატიულიო. წარმოგიდგენიათ, ვისა აქვს ჩვენთან ისა 100,000 ეღირებაო, ვისა ბინაო და ვისა აქვს ჩვენთან იმის საშუალება, რომ 100,000 დოლარი გადაიხადოს მაგალითად ვინაში. თქვა და აი 60-ოთახიანში. თუნდაც 4-ოთახიანი იყოს. ვის აქვს, არავის არ აქვს ამის საშუალება. იქ ვინც ახლა წელებზე ფეხს ითქამს, დიდი, იყიდოს რაღაც 30,000-ად, 20,000-ად, 30,000-ად, 40,000-ად. იქ იქნება ბილები ექნებათ მაგათ. ამიტომ მთლიანად მთელმა ერმა კარგად უნდა დავფიქრდეთ, უნდა გავერთიანდეთ ამ ძალიან დიდი საშიშროების წინააღმდეგ, ყველა გამოვიდეთ, ერთად შევიკრათ და მივიღოთ ერთხელ და სამუდამოდ კანონი, რომ არც ერთ ვარიანტში ჩვენი მიწაწყალი არ გაიყიდოს და ხელისუფლებას მოვთხოვოთ, მიწაწყალი კი არ უნდა გაიყიდოს და ქალაქები აშენეს, არამედ ქარხნები და ფაბრიკები. თავარი ჩვენი ამოცხანა უნდა დადგეს, რომ ქარხანა და ფაბრიკა ეს არის ჩვენი საარსებო ლოყმა პური. ასევე განათლების სისტემაში უნდა ჩაიდოს დიდი თანხა. არაფერი არ ხდება ამ განათლების სისტემაში, ფსკერზე მიდის, უკან მიდის წლების მანძილზე. ის რაც იყო, იმას ანგრევენ და ძირს უთხრიან. ჩვენთან უნდა გაძლიერდეს მეცნიერება, უნდა გაძლიერდეს განათლების სისტემა, უნდა გაძლიერდეს ხელოვნება, კულტურა. აი ეს უნდა დადგეს დღის წესრიგში. ეხლა დროებით დაგემშვიდობები და დანარჩენ ვიდეო რგოლებს მე ჩავწერ. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.